ისე წარსულში რომ დაგაბრუნდა და შენი ძველი თავი გენახა, მაგალითად სტუდენტობის პერიოდი. რა სეტყოდი, აი რა დაგიზოგავდა ყველაზე მეტ დროს იმაში, რომ იქ მისულიყავი, ახლა სადაც ხარ? რა დამიზოგავდა? მოდი რენდომად ასაკი მითხარი კონკრეტული რა, რიცხვი. მოდი იყოს 24 წელი. 24 წელი, ოკეი. 24 წელს 24 წლის ნიკას ვეტყოდი, რომ არაუშავს ეს არ მოგკლავს. მაგას ვეტყოდი პირდაპირ. და მე ვეტყოდი, რომ უბრალოდ ახლა დაჯექი და დასვი კითხვა, რატომ მოხდა და რა გავაკეთო იმისთვის, რომ აღარ მოხდეს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ვასწავლიდი საკუთარი გამოცდილებიდან გაკვეთილის გამოტანა როგორ უნდა, იმიტომ რომ ეგ არავის არ უსწავლები არც ჩემთვის და არც არავისთვის, ჩვენთვის. და გაკვეთილის გამოტანა ნებისმიერი გამოცდილებიდან არის ეგ ალგორითმია რა, წაიქეცი, პროსტა ადგომა არ ყოფნის. ჩვენ გავიზარდეთ ისე, რომ სულ გვასწავლიდნენ, რომ უნდა ადგე და ვდგებოდით, კაცო, როგორ არ ვდგებოდით, მაგრამ არ ყოფნის გაკვეთილის გამოსატანად ადგომა მარტო. და რამდენჯერაც არ უნდა ადგე, იმდენჯერ წაიქცევი ისევ და იგივე მიზეზით. მანამ სანამ წაქცევისას, სანამ კიდე გდიხარ, არ დასვავ კითხვას, რატო წავიქეცი ნეტა, არ დააკვირდები გამომწვევ ფაქტორებს და არ დასვავ მეორე კითხვას. შემდეგ რო ავდგები, რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ იგივეზე არ წავიქცე. და ეგ არ ვიცოდი. ეგ მეთოდი დეში ბიზნესში ხო ძალიან იდეალურად მუშაობს, აი რომ მიხვდე რა მომენტში უნდა ჩაიხსნა ბიზნეს რომელიც უბრალოდ გკლავს. ზუსტად მაგიტომ ვეტყოდი 24 წლის ნიკას მაგას. იმიტომ რომ ის ჩემი პირველი ბიზნესი საბოლოო ჯამში მაგ გზაზე იყო რომ კლავდა. ანუ თვითონ დაფეილდა ეგ ბიზნესი. დაფეილდა ოღონდ ჩემთან დაუკავშირებელი მიზეზებით რა, ხო? დამოუკიდებელი მიზეზები მოხდა. ხა ფინანსური კრიზისი მთელ მსოფლიოში იყო, მარტო თბილისში კი არა. ხო და ამის მიუხედავად საფლავში მივყვებოდი რა, იმიტომ რომ შვილივით მიყვარდა. აი მაგ დროს რა, ეგეთი რთული პერიოდი იყო და ანუ სესხის ქონა აღებული რომ მე თურქეთში წახვედით, ხო? და მე ეგ მეორე სესხი იყო, იმიტომ რომ პირველი სესხი მანქანის სესხი იყო, რომელსაც მე კიდე წლები ვიხდიდი. ხო და აი იცი რა მაინტერესებს, გულწრფელად მაინტერესებს როგორ რა შვებოდი, როგორ შოულობდი ფულს, რომ აი ეს ყველაფერი ეს პერიოდი გადაგეტანა. ძალიან კარგი კითხვა არის. ვაკეთებდი ყველაფერს. აი მაგალითად და ეგ არის ძალიან კარგი კითხვა არის რატო რა რომ ამან მე პირადად ჩემ ცხოვრებაში დამიმტკიცა რომ ყველაფერი რაც კი გიკეთებია ცხოვრებაში რაც კი გეგონა რომ არ გჭირდებოდა სადღაც დაგჭირდება რა რაღაცა მომენტში და მაგალითად რას გულისხმობ რა მაგალითად ბავშვობაში ჩემ მშობლებს მოკლედ კულტი ქონდა კითხვის და წიგნების და რაღაც და ნუ აი მამა ჩემი დედა ჩემი სულ ის წაიკითხე და მოკლედ ძალიან ბევრი წიგნი წამაკითხეს ბავშვობაში რა მრავალფეროვანი რა ზოგი ფანტასტიკა იყო ზოგი ესეთი იყო ზოგი ქარწაღებულები მაქვს წაკითხული ბავშვობაში რა ანუ აი რომანტიკული ამხელა ორტომეული თუ რაღაცა რა თმინდოდა არ მესმოდა რა მაგრამ რა მოხდა ახლა ნახე ეს რო გამიჭირდა იმდენად გამიჭირდა რომ პურის ფული არ იყო და $210 თვეში სესხი მაგ გადასახდელი 2008 წელს და მეორე სესხი მეგობრისთვის დასაბრუნებელი მაქვს თურქეთში რო წავედი ისე რა ქვია ოფიციალურად ერთი ადგილის გასათბობად და რეალურად რო ტელევიზორთან ვიჯექი 24 საათი რო ომს უყურებდი რა ეგ ორი სესხი მაგ გასასტუმრებელი და ფული არ არის შეკვეთები არ არის ოფისი კიდევ კარგი დარჩა მადლობა ჩემ პარტნიორებს გეოგრაფიკიდან რომლებმაც არ გამაგდეს ოფისიდან რა ვქნა და გამახსენდა უცებ რომ მე ხო ტელევიზიაში ვმუშაობდი და ტელევიზიაში ხო ვიცნობ ხალხს და ჩემი მეგობრები ხო თარგმნას აკეთებენ ფილმების და მე გახმოვანებისთვის იმაშვებიან რა ქვია სუბტიტრებს აკეთებენ და შევეხმიანე ჩემი მეგობრის დედას ქეთინოს რომელსაც უთხარი რომ მეთქი ეს შემოსავალი მჭირდება და ადრე უთხოვიათ მოკლედ რა და გადამითარგმნია ფილმები რა და მოკლედ ქეთინო რა სისულელია რა თქმა უნდაო და ქეთინო ესე როცა იღებდა სათარგმნ ფილმებს ნახევარს მე მინაწილებდა და მიგზავნიდა რომ აჰა ნიკა შენ გადათარგმნე რა და ესე თვეში ზუსტად იმდენ ფულს ვაკეთებდი რამდენიც სჭირდებოდა ერთ ფილმში $50 იხდიდნენ გადათარგმნაში წარმოიდგინე რამდენი ფილმი უნდა გადაგეთარგმნა რომ გადარჩენილიყავი რა და ესე ვიჯექი და ვთარგმნიდი ფილმებს
იქ მეორე მეგობარი BP-ში მუშაობდა და იმან რაღაცა BP-ს სათარგმნი გამომიგზავნა. ანუ ვიცოდი რომ ეს სკილი მაქვს, უნარი მაქვს, კაიგი, ანუ წერა შემიძლია სწრაფად, აზრების დაყოლება წერის დროს შემიძლია, ინგლისური ვიცი, მოდი გამოვიყენოთ ეს და ვიყენებდი რა. და ეს მრავალფეროვანი წიგნების კითხვა ზუსტად მაგაში გამომადგა, რომ ეს ფილმები მოდიოდა ხან რომანტიკული კომედიები, ხან ისინი და კონტექსტი მესმოდა, კაიგი და სწრაფად ვთარგმნიდი ამიტომ რა. ერთი ფილმის თარგმნას უნდებოდი, რავი, 8 საათი. როცა ადამიანებს 3 დღე ჭირდებოდა რა, ვიღაცებს რა. და ამიტომ ესე გამოვიყენე და ესე გადავაგორე ეს პერიოდი, კიდე ბევრი რაღაცები რაც არ მახსოვს ახლა და რა, ვინმე თუ კიდე დამეხმარა მაგ პერიოდში, ბოდიში რო არ გამახსენდა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა მაგის თქმა მინდა რა. ანუ დახმარების თხოვნა არ ტეხავს. დახმარების თხოვნა არ ტეხავს კი არა, დახმარების თხოვნა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რაღაცა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთო იმისთვის, რომ ამპარტავანი არ გახდე. იმიტომ რომ ამპარტავნება არის ის, რაც დაგანგრევს. თავმდაბლობა არის ის, რაც აგაშენებს. ანუ ლოგიკურად შეხედე რა, თუ ამპარტავანი ხარ, შენ ჭერში ხარ უკვე. ქვევით იყურები. ზევით ვეღარ ახვალ. იმიტომ რომ თუ ამპარტავანი ხარ და თუ თავმდაბალი ხარ, ქვევიდან ზევით იყურები, ესე იგი გზა წინ არის, ზევით არის. და თუ შენ განვითარება გინდა გენაცვალე, თავმდაბალი უნდა იყოს.